მოგესალმებით გოგა TV-ზე. თიკა ფაცეცია დეტალურად საუბრობს COVID-ის სიმპტომებზე. თიკა ფაცეციამ სოციალურ ქსელში სპეციალური ლაივ ჩართვა მიუძღვნა COVID-19 და საკუთარ სიმპტომებს, რადგან როგორც თავად ახსნა უამრავი ადამიანის წერს და ცალ-ცალკე გაუჭირდა პასუხების გაცემა. პირადად მე მქონდა ძლიერი თავის ტკივილი და სიცხე 27-დან 38 ნახევრამდე. ხოლა არ მქონია, ბევრი მწერს-ყნოსვესთან დაკავშირებით და ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ნუიდარდებთ, დაკარგვა არ დაკარგვა არ არის გადამწყვეტი და თავისთავადაც აღდგება. უბრალოდ ყველა სხვადასხვა დროს ეკარგება და აღდგენა დროს მოიცავს. შეიძლება აღდგენა გაგრძელდეს 3-4 კვირა და არ არის ეს პრობლემა. სუნთქვის გაძლიერების ერთი ეპიზოდი მქონდა. რომ დავაკვირდი ისეთი ძლიერიც არ იყო. ერთი დღე მქონდა ცოტა დანაკლისი, ვატყობდი რომ სრულად არ აივსებოდა ფილტვი, მაგრამ მეორე დღიდან გამომიკეთდა მდგომარეობა. არც ერთი წამალი არ მიმიღია. სასარგებლოა ბევრი წყალი, სასურველია ლიმნიანი, ვისაც სისხლძარღვების პრობლემა აქვს და მე ლიმნიანს ვსვავდი. სასურველია რეზინის ბუშტის ან სახეჭი რეზინის ბერვა, პერიოდულად და ბევრი სიარული ფეხით. რაც შეეხება იზოლაციას, სუნთქვის გაძლიერების ერთი ეპიზოდი მქონდა. რომ დავაკვირდი ისეთი ძლიერიც არ იყო. ერთი დღე მქონდა ცოტა დანაკლისი, ვატყობდი რომ სრულად არ აივსებოდა ფილტვი, მაგრამ მეორე დღეს გამომიკეთდა მდგომარეობა. არც ერთი წამალი არ მიმიღია. სასარგებლოა ბევრი წყალი, სასურველია ლიმნიანი, ვისაც სისხლძარღვების პრობლემა აქვს და მე ლიმნიანს ვსვავდი. სასურველია რეზინის ბუშტის ან სახეჭი რეზინის ბერვა პერიოდულად და ბევრი სიარული ფეხით. რაც შეეხება იზოლაციას, სიმპტომების გამოვლენიდან ეგრევე უნდა გადახვიდეთ იზოლაციაში და მოშორდეთ ყველას, რომ სხვებს არ გადასდოთ. 10-12 დღე არის ვადა, როდესაც უნდა იყოთ იზოლაციაში და დააკვირდეთ თქვენს სიმპტომებს. სიცხის არქონიდან თუ გასულია 28 საათი და არ გქონიათ არანაირი სიმპტომი, უკვე თავისუფლად შეგიძლიათ გადაადგილება. მე მაინც 12 დღე მოვიცადე და მერე გამოვედი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დავრწმუნებულიყავი. ზოგიერთმა მომწერა, რომ არ აქვთ იზოლაციის საშუალება, ზოგი საზღვარგარეთ ცხოვრობს. თუ ხართ ენერგიული და სიმპტომები არ გაწუხებთ, ეს არის მსუბუქად მიმდინარე COVID და აუცილებლად ჩაივლის. პირველი სიცხე სხეულის ნაწილების ტკივილი არის ათვლის წერტილი და არა ტესტის გაკეთება. გისურვებთ ჯანმრთელობას, მალე დაუბრუნდით თქვენს ჩვეულ ცხოვრებას, აღნიშნავს თიკა ფაცეცია ვიდეო მიმართვაში. დღეისათვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოტოვოთ მომდევნო ვიდეოები. დაალაიქეთ და გააზიარეთ.